არასოდეს არ ყოფილა საქართველოში რომ მღვდელი რო ერის გვერდით იყო ეს არავის არ ჩაუთვლია პოლიტიკად ეს მღვდელს რო შეურაცხყოფა მიაყენეს ერი რო აჯანყდა და მღვდელმა რა უთხრა მე კი არ მომაყენე შეურაცხყოფა თქვენ მოგარანეს და ეხლა როცა ერს აყენებენ შეურაცხყოფას მე არ მაყენებენ მღვდელს ბაქტრიონის აჯანყდა მე არ მაყენებენ ამიტომ ჩვენი ქრისტეს მღვდელი ცალკე და ერი ცალკე არ ყოფილა არასოდ აი ეს გაყო რუსეთმა დღეს აი ეკლესია თითქოს დაადუმა ერის მიმართებაში მაშინ ვისი მამა ვარ მე მამაოს რატომ ეძახიან ხო რაღაცა სულიერი გაგება ხო მისი სულიერი მამა ვარ იმიტომ რომ სულიერი ნიშნავს აზროვნებითი ფორმულირებას ვახდენ მისას და როგორ მოვახდინო აზროვნებითი ფორმულირება მე გუბაზის როცა გუბას უჭირს მის გვერდით არა ვარ და გეგრძალება ჩვენს გვერდზე მიგრძალავენ ეს პოლიტიკა არისო ამას რძენი გახდა დოროთეს პოლიტიკური ხადაგებები რატოა პოლიტიკა აი ეს არის რუსული შემოვიდა ეს საშიშროება არის აი თავში რო ვთქვი რომ საშიშროება არ არის თლად ესე ვერ ვთქვი არის ეკლესიაში იმიტომ რომ თან ეს რუსებს ჩვენთვის აქვთ თორე ხა დააკვირდით რუსული ეკლესია როგორ არის ჩართული უკრაინის ომში პირდაპირ არის ჩართული მაგრამ ჩვენ მღვდლებს თურმე ქართველ მღვდლებს რუსთაველის გამზირს რო ჩავერთოთ აქ და ამ ახალგაზრდების დაცვაში რო ჩავერთოთ ეს უკვე პოლიტიკაა გესმით დაჩაგრულის მხარის დაჭერა აიგრძალა და ეს დაჩაგრული შევიშვილია არა და ქრისტიანობა და ქრისტე არის დაჩაგრულის მხარეს ესაა ჩვენი სიძლე მე სხვათა შორის მუსლიმები მეუნეუნენ სირიაში რომ ცოტა ისე მითხრით მე კი აუხსენე რა რომ თქვენიო ღმერთიო კაცო ის არისო ხეიბრების და დაჩაგრულების ღმერთიო ზუსტად მაგაშია საქმე სუსტების დამცველი ღმერთია ჩვენი